კი, რა თქმა უნდა, დიდი მოგება არის რეგიონისთვის, თუ აქ მშვიდობა და სტაბილურობა იქნება და თანამშრომლობა იქნება. ხო, და ნუ დრო იკარგება, მაგრამ გამოსწორებადია იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ჩვენი ისტორია, საქართველოს ისტორია არის სულ ბრძოლის და სულ ესეთი ბოლო წამს გადარჩენის ისტორია არის ხოლმე და აი ვაგვიანებთ ხოლმე ყველგან, მიწის განაწილებაშიც დავაგვიანებთ ბოლოს და ბოლოს. ისა ბოლოს რაღაცა გვიმართლებს ხოლმე და რაღაც არალოგიკურად გვიმართლებს ხოლმე და აი ესეთ ყოფაში ვართ სამწუხაროდ. ბატონო ზურა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ანალიზისთვის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის რა ხდება ჩვენ სამეზობლოში, ასევე სამეზობლოში, ოღონდ უკვე ჩრდილოეთით, იგივე უკრაინა, რუსეთის